გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. ამ დროიდან შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557 88 95. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ყურადღებით მოგისმენთ თქვენ ჩვენს თემასთან დაკავშირებით. ქართული ოცნება პარლამენტის და სამთავრობო შენობების გაყიდვას გეგმავს, ხოლო დაგეგმილია ამ სტრუქტურების გადატანა ქალაქის მოშორებით ჩუღურეთის რაიონში. აი ასეთი რამ დაგეგმა ხელისუფლებამ გეგმის სახით განიხილება ეს ყველაფერი, ჯერჯერობით არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. როგორ აფასებთ ქართული ოცნების გეგმას, გაყიდოს პარლამენტის შენობა, სახელმწიფო კანცელარიის შენობა და სხვადასხვა სამინისტროები, შენობები და აშენოს ახალი სამთავრობო უბანი ქალაქ გარეთ. თქვენი აზრით რა მიზანს ისახავს ეს ყოველივე? არ მოგესმათ, დიახ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ქართული ოცნება პარლამენტის და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანას განიხილავს და არსებული შენობების გასხვისებას გეგმავს. ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის მოსაკვლევად ტენდერი გამოაცხადა. არსენალის მთა თბილისში ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს და ადრე იქ განთავსებული იყო სამხედრო ნაწილი. გამოცხადებული ტენდერის მიხედვით უნდა მოხდეს სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზების პროექტის მომზადება და ამისთვის არის ტენდერი შეგახსენებთ. სამთავრობო ქალაქის მოსაწყობად დაახლოებით 77 ჰექტარი ტერიტორია გამოყოფილი. სამთავრობო ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები იქნება პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, ღირსშესანიშნაობების და ღონისძიებების დარბაზი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა სამინისტროები აგრეთვე. უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის აღნიშნული შენობა-ნაგებობების გარშემო განთავსებული იქნება ღობე. შეგახსენებთ, ქართული ოცნება ყიდის პარლამენტის შენობას, ასეთი გეგმა აქვს, ყიდის მთავრობის ადმინისტრაციის იგივე კანცელარიის შენობას, ყიდის სხვადასხვა სამინისტროების ფართებს და გეგმავს ქალაქ გარეთ გადაიტანოს მთელი სამთავრობო უწყებები. როგორ აფასებთ მართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას? თქვენი აზრით, რა მიზანს ისახავს ეს და რეალური ჩანაფიქრი რა გახლავთ ქართული ოცნებისა? ზარია, მოგესალმებით. ეთერში ხართ, გისმენთ? გესმით ჩემი? მესმის თქვენი ხმა, დიახ. ორი საკითხი არის, არავერთან დაკავშირებით. მოგახსენოთ რა. პირველი, რა არის, ძნელი ხო არ არის, რომ აქ ტელეფონში ჩემი ხმა ისმის და კარგით, ბატონო, იქნებ შეეცადოთ, რომ ჯერ გადაცემის თემას გაეცნოთ და ამ თემის მიხედვით გამოგვეხმაუროთ. ძალიან საინტერესო საკითხი გვაქვს დღეს, საყურადღებო თემაა. ქართული ოცნება გეგმავს, რომ გაყიდოს პარლამენტის შენობა. გეგმავს, რომ გაყიდოს მთავრობის ადმინისტრაცია და სხვადასხვა სამთავრობო სამინისტროების შენობები. და აპირებს ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოაწყოს ახალი სამთავრობო ქალაქი. რას ფიქრობთ ამაზე? გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. ძალიან ცუდია. ორივე შენობა არის ძალიან ისეთი მკვიდრად ნაშენები, უკვე ისტორიულ შენობებსგან ეკუთვნება. შეუძლებელია რა იქნება მერე ამ შენობებში, აი პარლამენტის ამხელა შენობა. იცით რა, გავასხვისებთ თუ შეიძლება სასტუმროს ნომრებად გადაკეთდება თუ როგორ არის, არ ვიცი. ძნელი წარმოსახვითია, მაგრამ კიდევ უფრო შიშია, რომ არსენალის მთაზე აი ასე კონცენტრირებულად რომ მოაწყობენ ყველა სამთავრობო სტრუქტურას და მე იქნება ალბათ 3 მეტრიანი ბეტონის ღობე. პროექტი უკედებს რა მოხდება? ანუ აბსოლუტურად დაფარული იქნება. ახლა ხალხი მანქანას მაინც ხედავს, დაბურულ მანქანას. და მე საერთოდ უცნობები იქნებიან. ანუ აი რაღაცა ნიღბებიანი ადამიანები, ალბათ რომლებსაც ექნებათ 16 კი არა, უკვე 36,000 წელფასი. ძალიან ცუდი პერსპექტივაა და
საშიში, მე ვიტყოდი საშიში პერსპექტივა არის აბსოლუტურად არც კი მინდა იმ სიტყვის ხმარება აღარ არის ეს ავტორიტარიზმი, არც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს კიდე სხვა რამეა ღმერთო გვიშველე. ილია, თუ შეიძლება რომ სტუდიის მისამართი მითხრათ. მადლობა ქალბატონო, ჩვენი მისამართია თბილისი, საბურთალო, მიხეილ ბურძგლას, ქუჩა ნომერი 33. მიხეილ ბურძგლა აფხაზეთის ომის გმირი იყო. შეგახსენებთ ჩვენს თემას. ქართული ოცნება გეგმავს პარლამენტის შენობის, ადმინისტრაციის, სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის და სხვადასხვა სამინისტროების ფართების გასხვისებას და არსენალის მთაზე ქალაქგარეთ ახალი სამთავრობო კვარტალის შექმნას. რას ფიქრობთ ამაზე? ქალბატონმა ღობე ახსენა, ძალიან დიდი ღობე იქნება სავარაუდოდ, თუ კი ეს მოხდა, ეს გეგმის სახით არის, ჯერ საბოლოო დამტკიცებული არ არის და ღობე, რა თქმა უნდა, უკვე ნათქვამია, უკვე გათვალისწინებულია. რა იქნება პარლამენტის შენობის ადგილას ან კანცელარიის ადგილას, არავინ არ იცის. შეიძლება ეს შენობები ვიღაცამ დაანგრიოს და იქ აშენოს კორპუსი, სასტუმრო, იქნება არაბებმა იყიდონ ესეც წინა ტერიტორია რუსთაველის მეტროსი, რუსთაველის თეატრის უკვე გადაცემული აქვთ არაბებს და ალბათ ამასაც მიიყიდიან. ზარია ეთერში გისმენთ. გაითიშა სამწუხაროდ, არსენალის მთაზე მდებარეობდა სამხედრო ბაზა, ჩვენ ვიცით რომ სამხედრო ბაზები ყოველთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილებზეა განთავსებული და დაცულია განსაკუთრებულად, ამით გამოირჩევა სამხედრო ბაზები და ალბათ ქართულ ოცნებასაც უნდა რომ გაერიდოს ხალხს, გაერიდოს საზოგადოებას, გაერიდოს პროტესტს და აქციებს და ცალკე ქალაქგარეთ კონდეს საკუთარი, ასე ვთქვათ, ქალაქი, ახალი ქალაქი. ზარია, მოგესალმებით. მოგესალმებით, სულუია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი ასაკის მიუხედავად ბავშვია თუ ძილია, თავს დამნაშავედ რომ გძნობს, დამალვა ურჩევნია. და შეიმალონ უნდა მისი მანქანებით, მათი უსინჯისობით, მათი შეუბრალებლობით, მათი უსიყვარულობით, ასე ქვეყნის გამყიდველი ხალხი და მაგი ცოტა დამალვა, მასე ვერ შეიმალება მაგარი. მაგი დამალვა არ უწელის მაგას ქართული ხალხისგან. ეს ულამუსოები. სინდისიც კაი საქონელია ქართულ გამოთქმის. ვინყოფილა მაი ხალხი. და ხალხი ჩასარეცხი მასებები რაღაცა კორზესია საქართველოს ქართულ ხალხს. მაგენი სახით. გასაგებია. მადლობა თქვენი სათქმელისთვის. როგორ აფასებთ ქართული ოცნების გეგმას გაყიდოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის და სამინისტროების შენობები, ხოლო ქალაქგარეთ ააშენოს ახალი სამთავრობო უბანი. რა იქნება თქვენი შეფასება, ველოდებით მორიგზარს. გამარჯობა, ეთერში ხართ. გამარჯობა. დიახ. მე მაგალითად პირადად მოვესალმები იმის გულისთვის, რომ განიტვირთება თბილისელებს უბრალოდ სუფთა ჰაერი, ბევრი მანქანა არის, ბევრი ტრანსპორტი. რა მოხდა? დაუშვათ თუნდაც პარლამენტის გავიდეს, ქალაქგარეთ გავიდეს, თუნდაც სამთავრობო ეს რეზიდენცია როქვია, ესეც გავიდეს. თბილისელებმა ამოისურთქო. ბატონო ჩემო, იქ თუ კორპუსი ან სასტუმრო აშენდება, ახალი დატვირთვა არ იქნება ეს ისედაც დედაქალაქისთვის? რა შეიცვლება ამ კუთხით, თქვათ, განტვირთვას რომ უსვამთ ხას? არა მოვისურე, არა, აი რა აშენდება, ეგ ხომ არ ვიცით ჩვენ და ეგ ზუსტად თავრობა უნდა გვითხრა ჩვენ. ეს უნდა აშენდეს, ეს უნდა რაღაც ხომ აშენდება, ფაქტია, მაინც ხალხი იქნება გასხვისებას აპირება. რაც მეტი სამინისტრო იქნება და რაც მეტი განედგავა თბილისის ახლომახლობლად. თბილისელები ამოისურთქენ, ამდენი გული, ამდენი მანქანა, ამდენი რაღაცა ისინი აღარ იქნება, პროფკაროფკიროხზე რაღაცა. საცობი. მაგრამ აი რა აშენდება და რა გაკეთდება, ეს უკვე საკითხავი არის. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, გავიგეთ თქვენი სათქმელი. ყოველ შემთხვევაში, როდესაც გასხვისდება ეს შენობები, იქ რაღაც განთავსდება, ან სასტუმრო, ან კერძო ბიზნესის დაწესებულებები, შეიძლება სასტუმრო, მოლი, საცხოვრებელი კორპუსები და ეს განტვირთვას არ ემსახურება, მოდით რა სიმართლე ვთქვათ ახლა. სხვა შინაარსი ხომ არ აქვს ამ ყველაფერს. საზოგადოებისგან
მოშორებით ყოფნას, განრიდებას ხომ არ აპირებენ. რა საჭიროა ეს ღობე, თუ კი არსად არ თქვათ უფრთხიან საზოგადოებას და ხალხს. თქვენ რა სიტყვით, მეც თქვენსავით ვეცნობი ამ ყველაფერს, თქვენთან ერთად ვცდილობა ანალიზის გაკეთებას, როგორ აფასებთ ქართული ოცნების გეგმას გაყიდოს საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის და სამინისტროების შენობები და ქალაქ-გარეთ ააშენოს სამთავრობო უბანი. ეს იგეგმება ჩუღურეთის რაიონში, არსენალის მთაზე, ადრე იქ სამხედრო ბაზა მდებარეობდა, ვიმეორებ, რომ სამხედრო ბაზები ყოველთვის დაცულ ტერიტორიაზე სტრატეგიულ მიდამოებში შენდებოდა და ამ კუთხითაც სავარაუდოდ ხელისუფლებას ჩაფიქრებული აქვს ეს. მიესალმებით თუ არა, რომ პარლამენტის ადგილას სასტუმრო აშენდეს, სავაჭრო ცენტრი აშენდეს, კანცელარია დაანგრიონ და იქ რაღაც სხვა ობიექტი აშენდეს. არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ? გამარჯობა. გამარჯობა ილია. დიახ. ჯერ ერთი ეს რაც ახდება, მე უფრო ეჭვი მაქვს, გინდა ის არაბიზაცია, აქედან რაღაცა მოგება, რომელიც რუსეთის ბიუჯეტი ივსება, ამათ უკვე აღარ ედგომლებათ, იქება რამენაირად სიკეთე დაგვანახონ, რომ აი აფხაზეთი შემოვიბრუნე. აი აქ მიდის ეს ფული. ეგა, რასაც ახლა ეგენი აპირებენ, იქით გადატანას. ეს შენობები ურჩევნიათ წაიღონ არაბეთში, ინდუეთში და იქ აიშენონ სამთავრობო სახლები. ეგენი მაგის ღირსები არ არიან. საერთოდ არც მაგ შენობლისა და არც აქ გაიტანონ გარეთ და სადმე აიშენონ. ხალხი მიხედავს საქართველოს. როგორც ამათ მიყავს საქმე, ეს საქმე არა ილია, არაფრის გამკეთებლება. არამედ აი მანდა ბიზნეს ცენტრს ეძახინე, მაგ პარლამენტის შენობა, დიდი ბიზნეს ცენტრი. მადლობა თქვენს არისთვის. მადლობა დიდი, გასაგებია თქვენი სათქმელი. გეთანხმებით, რომ ბიზნეს ცენტრს დაამსგავსეს ნამდვილად ქვეყანა. როგორც ბიზნესს, ისე უყურებენ სახელმწიფოსაც. მოდით ეს გავყიდოთ, ის არაბებს მივცეთ, ეს ვიღაცას მივცეთ, ყველაფერი გავასხვისოთ. დანარჩენი რაც დარჩება, ასე ვთქვათ, ჩვენია, მარტო ჩვენია, სასამართლო ჩვენია, მედია ჩვენია, ბიზნესი ჩვენია, ყველაფერი ჩვენია. კომერცია მათთვის სახელმწიფო და ქვეყანა. აი ეს ჩანს ყოველ ნაბიჯში და ყველა კანონში, რომელსაც იღებენ. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. როგორ აფასებთ ხელისუფლების ამ გეგმას, რომელიც არსებობს? როგორ შეიძლება დადებითად შეფასდეს მაგ ამბავი? ხალხს გაურბიან და ალბათ ჩაიკეტებიან. ვერც ისე დაინახავ და ვეღარც ასე დაინახავ და ამ შენობებს ალბათ თვითონ შეისყიდიან გახსნიან სასტუმროებს, არ ვიცი რა ხდება, დაგუპეს და დაგვაქციეს. მე ასე გავიგე წუთელი კუკიასთან ახლოს უნდა აშენდეს მახათის თაზეო. ღმერთსა თქო კუკიაზე დასაფლავდეს ივანიშვილიდან დაწყებული ბოლომდე. ყველა შეაცოს კუკიას დასაფლავო. არ გინდათ გასაგებია. იქ უნდა დასაფლავდნენ მაგელი. არ გინდათ, მადლობა ზარისთვის. ნუ იტყვით ასეთ რამეს, არავის არ უსურვოთ ეს. ცოტა ისეთი თემა არ შეიძლება. 5-5-7-85-58 როგორ აფასებთ ქართული ოცნების გეგმას გაყიდოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის და სამინისტროების შენობები და ქალაქ-გარეთ ააშენოს ახალი სამთავრობო უბანი. გისმენთ? მოგესალმებით ბატონო ილია. მოგესალმებით, დიახ. კი აშენდეს, მაგრამ რა ხალხი მიიღებდა, მივა ხალხი. აბა რა გითხრათ? მივა ხალხი? როგორ არ მივა ხალხი, იქამდე მივა რატო? რა პრობლემაა ხალხისთვის? ეს გადარებული და გამტარებული ხალხია, მივა აბა რა ხიდავს კაცო. და თქვენ გესიამოვნებათ მაგალითად პარლამენტის შენობის ადგილზე რომ კომერციული ობიექტი აშენდეს თბილისის გულში. არა, ისარი ხო. ხოდა, იმან ეხლა ყვადილა უცხოეთია ფულიო, ბიუჯეტი ფულიო. ას დიალოგები, აურადო, აბიცი. ნამუსები ბიუჯეტია, ციტანი და ბიუჯეტი. აბიცი. რუსეთ ახლა ტელეფონები, აკეთებიადები მაგალითად. მადლობა, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. შეგახსენებთ იმასაც, რომ თავისუფლების მოედანზე უზარმაზარი სასტუმრო აშენდა
აი შუშებიანი სასტუმრო რომ არის ეს ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. ახლა ალბათ პარლამენტის შენობას და კანცელარიასაც დაანგრევენ და იქაც რაღაცას ააშენებენ, მსგავს. არ ვიცი რა შეფასება გავაკეთე. სხვათა შორის თავისუფლების მეტროსთან რომ დიდი სავაჭრო ცენტრია, ისიც ბიძინა ივანიშვილის არის თბილისი გალერეა. ყველაფერი ქართული ოცნების ლიდერების ხელშია მოქცეული, ბიზნესიც, სასამართლოც, მედიაც, სასტუმროც. ახლა არაბული ქალაქები უნდათ კიდევ დამატებით, რომელზეც კონტროლი ექნებათ ალბათ გარკვეული, მაგრამ არა მართვის წილი. როგორ აფასებთ ამ ვითარებას და ქუთაისის პარლამენტის შენობას შეგახსენებთ, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს 400 მილიონი დაუჯდა თითქმის. და ეს შენობა მიტოვებული და მიგდებულია. და ქართველმა ხალხმა გადავიხადეთ ამ ყველაფრის ფული ჩვენი შრომით და ჩვენი ხელფასებიდან გადახდილი აი სახელმწიფო გადასახადებით. ზარია, გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით. ესენი არიან სააკაშვილის საქმის ღირსეული გამგზელებელი. გახსოვს ბოლოს პარლამენტს მოყიდდა სააკაშვილი პარლამენტის შენობას. მე სააკაშვილის ხელისუფლებას და გუნდს ვეძახდი ნეობოლშევიკი. დიახ, სამწუხაროდ გაითიშა, იქნებ ხელახლა დარეკოთ ძალიან დიდი ბოდიში. როგორ აფასებთ ქართული ოცნების გეგმას გაყიდოს პარლამენტის სახელმწიფო კანცელარიის და სამინისტროების შენობები და ქალაქგარეთ ააშენოს ახალი უბანი, სამთავრობო უბანი, რომელსაც დიდი ღობე ექნება შემოვლებული. ვიმეორებ, რომ ტენდერია გამოცხადებული იმისთვის, რომ ბაზრის შესწავლა მოხდეს. და თუ კი წარმატებით დასრულდება ყველაფერი, ამას საბოლოოდ დაამტკიცებენ. ჯერ გეგმაა მხოლოდ, არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ესეც უნდა ვთქვათ. ზარია ეთერში გისმენთ? ალო, ილიაშვილო, მოგესალმებით. ამათ გადაწყვეტილი აქვს სამუდამოდ დარჩენა. იმიტომ აკეთებენ ამდენ რაღაცას თავიანთის იშენებენ ყველაფერს. ეგენი აქედან წამსვლელები არ არიან. უნდათ რომ ბოლომდე დარჩნენ. აი ეს რა გვანაც ჩაფიქრებული და იქით იმიტომ აშენებენ რომ მართალია ომეთ შემოღობენ რომ კაციშვილი არ შეაწუხოს კაციშვილმა. როგორ შეიძლება მაგშენობის გაყიდვა? ეგ არის ისტორიული შენობა, ბაბა ილიაშვილო. მაგისთან მაგარ შენობას როგორ აშენებენ ეგენი? ეგენი არა, ეგენი უნდა წავიდნენ, ილია რაღაცა უნდა გავაკეთოთ რომ ეგენი გაუშვათ. არავით არის გამდობა მაგათი, არავით არის. დიახ. მადლობა ზარისთვის. რა მიზანს ისახავს ქართული ოცნების ეს გეგმა? როგორ აფასებთ საერთოდ ამ ყველაფერს, რომ პარლამენტის შენობას ყიდიან, სამინისტროების შენობებს ყიდიან, სახელმწიფო კანცელარიის შენობას ყიდიან? აი ეს ჩანაფიქრი აქვთ. ყოველ შემთხვევაში რაც ჩაიფიქრეს და რაც გააჟღერეს, ყველაფერი ბოლომდე მიიყვანეს ამათ საზოგადოების აზრის გათვალისწინება არ უყვართ. არ უყვართ კი არა, საერთოდ არც უნდათ რომ მოისმინონ. მაგრამ იძულებულს ხვდით მაინც რომ ისმინონ ჩვენი ხმა. თუნდაც არ გაითვალისწინონ. სამწუხარო რეალობა, ასეთი ჯიუტი, ასეთი ხალხისთვის ანგარიშის არ გამწევი მთავრობა მე არ მახსოვს, არ ვიცი, ვერ ვიხსენებ, ვერავის ვერ ვიხსენებ, რაღაც საოცრება ხდება ნამდვილად. ზარია ეთერში, გისმენთ? ალო, გამარჯობა ელია. გამარჯობა, გისმენთ? რა მინდა ისე შემოგეღო. აი ხალხს მინდა ჩვენ ხალხს ქართულს უთხრა. ეხლა რომ ბელსოს უწუნებს და არ ვიცი რა გავაკეთოთ. არა, არ უწუნებთ, შეფასებებს ვაკეთებთ. არ არის ეს სწორი სიტყვა, ბატონო. წუწუნებთ რას ნიშნავს? შეფასებებს აკეთებს საზოგადოება. ეს არ არის წუწუნი. განაგრძეთ გთხოვთ. მე აი ეს არჩევნებზე მოეცა 8 ნომრის სხვა შეერებოდა რაცო. დიახ. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, გასაგებია, მესმის რასაც ამბობთ, არ შეიძლებოდა 8 ნომრისთვის მიეცათ ხმაო, ახლა რომ ეს ყველაფერი არ მოგწონთო. ნუ ესეთი იყო რიტორიკა, მესმის. რა გითხრათ, არ ვიცი, არჩევნების მიმართაც დიდი ნდობა არ არსებობს და ამიტომ თლად ბოლომდე საზოგადოებას ვერ ვადანაშაულებ ვერაფერში. 5-5-7 88 55 88. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა, ქართული ოცნება პარლამენტის და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანას და არსებული შენობების
გასხვისებას გეგმავს. ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის მოსაკვლევად ტენდერი გამოაცხადა. არსენალის მთა შეგახსენებთ თბილისში ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს და ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო ადრე სამხედრო ნაწილი. პროექტში გათვალისწინებულია უკვე წერია, რომ სამინისტროების, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის შენობა უნდა განთავსდეს ამ სახელისუფლებო უბანში და მას ექნება ღობე შემოვლებული. როგორც ქართული აოცნება წერს და ამბობს, ეს ყველაფერი უსაფრთხოების მიზნით კეთდება. ღობე. ზარია ეთერში გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან მაინტერესებს ის კუბომეტრებით ფული რო გვაჩვენეს საწოლიდან და ოქროულობა და ბრილიანტები. სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხებაო. ასე თქვეს და რა გააკეთეს სინამდვილეში ვერ გეტყვით, ჩვენ არაფერში არ გვახედებენ ხალხს, არანაირი გამჭვირვალობა არ არსებობს. დაამატებთ რამეს? მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. 5-5-7-88-95-88 როგორ აფასებთ პარლამენტის და კანცელარიის შენობის გაყიდვის გეგმას, მათ შორის სამინისტროების შენობების გასხვისებაც არის ჩაფიქრებული და ქალაქგარეთ სამთავრობო კორპუსის შექმნა იგეგმება. აი ეს გავიგეთ გუშინ და გვითხრა ეს უკვე ხელისუფლება გამოცხადებული ტენდერის პირობებიც კი ცნობილია. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით. მე თანახმაა რომ ის ღობეს კიდე აუნოედინო. ერთი 5 მეტრაზე და რკინის კარები დაუგებო. ციხე დავაწერო, ზეგონი გადადია რა. ეს ვარჯიშის გატია, როგორ გადაიტანა. ეტა სუღალათა შეიძლება რადგან და გადაგვაცხადა ციხე მაგათი შეიძლება. თუ სერიოზულად ვიგა, ვიქნა ყველაფერი გავიქნა. რაგება, აი, ყველაფერი რომ გაგებაში მადლობ, ძალიან ცუდად ისმის, უნდა გვაპატიოთ, ვერ ვგებულობთ სიტყვებს, იმედია ეთერში ისმოდა. პირდაპირ ეთერში გრძელდება ინტერაქტივი, ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, ქართული ოცნება გეგმავს დღეს არსებული ყველა სამთავრობო შენობის, სამინისტროები, კანცელარია, პარლამენტი ეს მაქვს მხედველობაში გაყიდვას და ქალაქგარეთ გადატანას ამ დაწესებულებების ჩუღურეთის რაიონში არსენალის მთაზე, სადაც ადრე სამხედრო ბაზა იყო. სამხედრო ბაზის ტერიტორია ყოფილი, იმიტომ შეარჩიეს ალბათ, რომ იქ უფრო დაცულად იგრძნობენ თავს, თან ხობე ექნება ამ ახალ ქალაქს შემოვლებული. რა გეგმაც არსებობს ყოველ შემთხვევაში. ზარია. ალო. გისმენთ, ეთერში ხართ, დაიწყეთ. დიახ. ის როგორ შევაფასებ მაგ მომენტს თუ რო გეტყვით. დიახ. კი ბატონო, გისმენთ. აი ასე შევაფასებ მაგ მომენტს. როდესაც გლეხს მოუვიდა დიდი მოსავალი ხორბლი და ფიქრობდა რომ ბევრი ბოღელი აეშენებინა. და წინ მშვიერი ხალხი ცხოვრობდა მისი მრავალშვილიანი მშვიერი ხალხი. უცებ ხამე გამოეცხადა უფალი და ეუბნება რას აკეთებო და მე მინდა დიდი ბოღელი ავაშენო. ვაიმე სამწუხაროდ ამეღამ აღესრულები თუ აი მაგას ვამსგავსებ ამ ყველაფერ მაგას მდგომარეობას. უგაცრავად, მადლობა. მადლობა. გასაგებია თქვენი სათქმელი. რა აშენდება თუ კი ეს მოხდა პარლამენტის შენობის ადგილზე? ან იქ რა დაწესებულება გაიხსნება? კანცელარიის შენობაში, სამინისტროების შენობები სტრატეგიულ ადგილებზეა განთავსებული. რა იქნება იქ ეს კითხვები ჩნდება. აი მაგალითად მე წინააღმდეგი არ ვიქნებოდი პარლამენტის შენობის ადგილას თუ იმ ეკლესიას იგივე ვიზუალისას დააბრუნებდნენ, მე ეს გამიხარდებოდა და ამას თუ იზამენ ძალიან კარგი, მაგრამ არ ამგონია რომ იქ ეკლესია დააბრუნონ, ცენტრია და ეს მიწა და ეს შენობები ასობით მილიონი ღირს. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით. აი ნახავ თქვენ როდესაც მორჩებიან ეს სახლების და ნიჩების გაყიდვას, ხალხის გაყიდვას და აი ნახავ თქვენ
ადამიანების გაყიდვაზეც გადავლენ. კი, ნამდვილად. დიახ. მადლობა. მიწა იყიდება, ისტორიული შენობები იყიდება, არაბებს გადასცეს აგერ კინო რუსთაველის შენობა, საყდრისი აგვიფეთქეს და დღემდე არავინ არ იცის ეს ოქრო ვის ჯიბეში მიდის, უცხოურ კომპანიას გადასცეს, გაყიდეს საყდრისიც. ახლა არაბები შემოყავთ, პარლამენტის ადგილას კაზინოს, სასტუმროს ან სავაჭრო ცენტრს დაგვიდგამენ. ყველაფერი გაზდით და აკეთებენ და გეგმავენ ასეთ პროექტებს, ამუშავებენ ასეთ სენსაციურ, სკანდალურ, არაადეკვატურ პროექტებს, ნამდვილად ატრიალებენ და მოსდით ეს გონებაში და ვის twin შეიხარშება ძალიან საინტერესო ამას კობახიძე თავისი ინიციატივით მე მგონი ვერ მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას. ასეთი გეგმა ვერ დაისახებოდა მის გონებაში, იმიტომ რომ ეს უფრო სხვა მიზნებს უკავშირდება სავარაუდოდ. სხვა უფრო სიღრმისეულია აქ საქმის არსი. მორიგი ზარია, გისმენთ? მე დაგირეკეს და გაითიშა. აი დიახ, განაგრძეთ. მეორედ გირევ. კი ბატონო. გირეკავთ. დიახ. ანუ ნაციონალური მოძრაობა იყვნენ ბოლშევიკები იყვნენ რა. ეხლა ეს ნაცები ხო გადაპორტირდნენ იქიდან. კობახიძეც იგივეა, ბინარაძეც, ივანიშვილიც ხო იყო არა, სააკაშვილის დამფინანსებელი. ეს ერთი გუნდი არიან რეალურად. ნეობოლშევიკები არიან ესენის ჩვეულებრივ, ებრძვიან წარსულს, ისტორიას, ის ხო ისტორიული შენობებია, როგორ შეიძლება ის გაყიდო? ეხლა ბუნდესტაგი რომ გაყიდოს ვინმე გერმანიაში, წარმოგიდგენია თქვენ? ანუ ესენი არიან უნამუსო ხალხი, საერთოდ გამყიდველები, აი მტრები ქვეყნია, აი რა უნდა ვთქვა ეხლა? ან ამდენი თანხები რატო უნდა დახარჯო ეხლა კიდევ პენსიონერს 20 ლარი დაუმატე ფული არა გაქვს და იმის ფული გააქვს რომ იქ რაღაცა კიდე ქალაქი გააშენო შენი თავრობისთვის ან ვის უნდა მიყიდოს ეს შენობები მაინტერესებს ალბათ ისევ არაბებს ირანელებს და თურქებს და ესე იგი მე რუსთაველი როგორც ჩემთვის საკრალური ადგილია რომ გავივლი იქ არაბების საბრძოლებელი უნდა გახადოს როგორც მაგალითად აღმაშენებელი და მე გამოდიან და სხვებს ეძახიან ნაცებს და დიფფეიტის აგენტებს და რაღაცა სისულელებს და იდიოტიზმებს და ესენი არიან გასასმელების სარზე ჩამოსახჭობები არიან აი ჩემი მოკლეიც არა შეფასება ეს არიან ქვეყნის მტრები როგორც იყვნენ ნაცები როგორც იყვნენ წინები გამსახურეს დამხობის შემდეგ ყველა ორიენტირებულია ფულის კეთებაზე და ქვეყნის გაყიდვაზე და ის ბატონმა რომ დამთავრდა დარეკა მართალია ყველაფერს რომ გაყიდიან ბოლოს ადამიანებსაც მიადგებიან და ჩვენს გავყიდიან მე ალბათ რა რო აღარაფერი აღარ დარჩება ამ ქვეყანაში გასაყიდი ჩვენს გავყიდიან ბოლოს რა და რა გავაკეთოთ აი მე მართლა უკვე ისე აი შოქში ვარ უკვე არ ვიცი აი რო ვიღვიძებ აბა ეხლა რა სიწყიან დღეს რას გამოაცხადებენ სააკაშვილის დროს იყო ბოლოს აი ესე რომ ყოველდღე რაღაც ახალი საოცრება ხდებოდა ხო და აი ველობები რომ აი დღეს იმ არაბული ქალაქების თემას რითი გადაფარავენ აი კიდე მე ის რას გამოაცხადებენ კიდე რაზე გადაიტავდნენ ყურადღებას უკვე არ ვიცი აი ხალხი რა დღეში ყავს მოკლედ რა დღეში აგდებენ საქართველოს მოსახლეობას რა დიდი მადლობა ტრები არიან ამ ქვეყნის მოკლედ შეფასება ამათი მადლობა თქვენ ზარისთვის როგორ აფასებთ ქართული ოცნების გეგმას რომლის თანახმადაც იგეგმება გაიყიდოს საქართველოს პარლამენტის სახელმწიფო კანცელარიის და სხვადასხვა სამინისტროების შენობები ვიმეორებ აპირებენ გეგმაში აქვთ გაყიდონ პარლამენტის კანცელარიის და სამინისტროების შენობა და ააშენონ ახალი სამთავრობო უბანი ქალაქ გარეთ რა მიზანს ისახავს ეს რეალურად ხომ არა ხალხისგან დისტანცირებას ესეც დავამატოთ ერთ-ერთ კითხვად რას ააშენებენ ან რა განთავსდება პარლამენტის შენობაში კანცელარიის შენობაში ეს კითხვები უკვე ჩნდება ყოველ შემთხვევაში რა თემაც შემოაგდეს ასეთი სენსაციური სკანდალური დაუჯერებელი ყველაფერი თითქმის ბოლომდე მიყავთ ხოლმე და ახლაც ეს არის მოსალოდნელი რომ ამ პროექტს დაამტკიცებენ საბოლოოდ როგორც ბიზნესი ისე ხომ არ უყურებენ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ქვეყანას ასეთი განცდა ხომ არ გაქვთ და თუ გეგმაში ქონდათ თქვათ ამ შენობების გაყიდვა მაშინ რატომ დახარჯეს მილიონობით ლარი
სხვადასხვა უწყებების, მათ შორის პარლამენტის რეაბილიტაციისთვის, რემონტისთვის, აი გარე ტერიტორიაზე რომ კეთილმოწყობა მოხდა პარლამენტის წინ, ნარგავები დაირგო, სხვადასხვა რაღაც სიახლეები შემოიტანეს, რატომ დახარჯეს ეს ფული, თუ კი აპირებდნენ რომ გაეყიდათ ყველაფერი. არ ვიცი რა შეფასება გავაკეთო, არ ვიცი თქვენსავით მეც ალბათ გაუგნებული ვარ. ზარია ეთერში, გისმენთ? შეგიძლიათ დაიწყოთ, ოღონდ ტელევიზორს უნდა გამოურთოთ ხმა ბოლომდე. კარგით, ნუ დარეკეთ ხელა ახლა, ოღონდ ტელევიზორს გამოურთეთ ხმა, ახლა უნდა გაგითიშოთ 557 88 55 88 რა იქნება თემასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება. მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს ველოდებით ჩვენს ცხელ ხაზზე, რომელიც მითითებულია ეკრანზე. ქართული ოცნება პარლამენტის და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანას და არსებული შენობების გასხვისებას გეგმავს. როგორია თქვენი შეფასება? გისმენთ? ეთერში ხართ? არა. გენოციდი იწყება. ქართულთა გენოციდი იწყება. ჯერ აფხაზეთიდან დაიწყო და აი ახლა და ამას წინებზე ამას წინათ ქართულ ქალმა თქვა ძალიან კარგად რომ მე და თუ კაცმა რომ აი დაიწყება მე ხალხის გაყიდვა აი ვეთანხმებ დაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. მადლობა თქვენ ზარისთვის. ამ პროექტისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის მოსაკვლევად ტენდერი გამოაცხადა. არსენალის მთა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს და ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო სამხედრო ნაწილი. გამოცხადებული ტენდერის მიხედვით უნდა მოხდეს სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადების მომსახურების შესყიდვა. სამთავრობო ქალაქის მოწყობა დაახლოებით 77 ჰექტარ ტერიტორიაზეა დაგეგმილი და მას დიდი ღობე ექნება შემოვლებული, როგორც პროექტში წერია და ყველა სამინისტრო, პარლამენტი და კანცელარია გადავა არსენალის მთაზე. ზარია ეთერში, გისმენთ? ილია უკაცრავად მეორეჯერ შემოვდივარ. ეხლა უბრალოდ თქვენს მიერ დასმულ საკითხს შევხედე ხალხის მხრიდან. ჩვენ ბუნებრივად აღმოჩნდებით როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იყო აპარტეიდული რეჟიმი ჩამოყალიბდება და ჩვენ აღმოჩნდებით რეზერვაციებში. ზუსტად ასე აპარტეიდი ნიშნავს განცალკევებულ ცხოვრებას, ანუ მათ ეს მთელი ინფრასტრუქტურა იქნება გადატანილი ყველაფერი, ადამიანი ვერ მივავეს იუსტიციის სამინისტროში, ვერც განათლების სამინისტროში, ვერც ჯანდაცვის სამინისტროში. აი ახლა უფრო ფართოდ რო შევხედე, აი კინაღამ გული გამისკდა. ჩვენ მთელი საქართველო აღმოჩნდებით რეზერვაციებში. ანუ ეს იქნება აპარტეიდული რეჟიმი. მადლობა. მადლობა, საფრთხეები მართლაც იკვეთება, ქალბატონო, გეთანხმებით ამ პათოსში 557 88 55 88. მორიგი ზარია, გისმენთ? ანუ გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. ილია საქმეაშია. ეხლა ის ელიადე ოდრეში ფოარაშენებდა. აღშენდება დიდი ხნის განმავლობაში. მანამდე ამ შენობებს ესენი ფერად გაიფორმებენ. ესენი იმ 100 წელიწადი ფორმა იყვნენ. ჩვენ არ ვიცით მაგის უფლება. ამ შენობებს ჩაიგდებენ ხელში. გაიფორმება გაფორმებულებიც არის. აბა მე და თქვენ 500 მილიონ დოლარად მაგალითად ვამბობ პარლამენტის შენობას ვერ ვიყიდით. არა, ეხლა 100 წელიწადი აიქნებიან ის შენობები, როდის აღშენდება, როდის მოეწყობა, როდის დამონტაჟდება და როდის ამე. ეგენი აიქნებიან. ეგ უნდა ჩაიგდო ხელში. ეგ უკვე ჩაგდებულიც არ შეიძლება ხელში. მადლობა. ამათ უნდა ერთი ბაღლიდან ერთი ეს. გავიგეთ, მადლობა თქვენ რომ დაგვიკავშირდით. ჩნდება საზოგადოებაში კითხვები, თუ გაიყიდება პარლამენტის შენობა, თუ გაიყიდება მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები, რომლებიც ისტორიულ შენობებშია განთავსებული და ძალიან ცენტრალურ უბნებში და ქუჩებზე, რა განთავსდება ამ ადგილებში. ან ვის მისცემენ ამ შენობებს, ვის გადასცემენ. არ ბევრი ალბათ საქართველოში არ მოიაზრება, ვინც 500 მილიონს და მილიარდს გადაიხდის ამ შენობებში.
ხომ ვინ ვარ ვის შეუძლია შეიძინოს კანცელარის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობა და ორივეში ერთად აი ესე მშრალად ვამბობ მე არ ვიცი რა ფასი იქნება მაგრამ ცენტრალურ ადგილას უზარმაზარი პარტია ეს ვინც ნამყოფი არ არის პარლამენტში მათ ვეუბნები აი შიგნით რომ შეხვალთ 10 იმდენია რაც წინ ჩანს და მიწის ქვეშ კიდევ 5 იმდენია და ვის შეუძლია ქართველს არ შეუძლია ამის ყიდვა ალბათ ისევ არაბს და ინდოელს ან თვითონ ჩაიგდებენ ხელში და თვითონ იყიდიან თვითონ აქვთ ამის ფული ზარია ეთერში გისმენთ ალო გამარჯობა მოგესალმებით დიახ იცით რა მაინტერესებს აი ეს ფინანსები ახლა მოინახა ის რომ აშენოს დავითის სახლები ის დაზარალებული სახლები გაუბედურებული ხალხი ცხოვრობენ როცა დაზე დაინგრევა სასაეძინები და ვაფშე არასდროს ყურადღებას იმიტომ ეს ნაჟალადების რაიონში დიახ კი ნამდვილად დიდი პრობლემაა დიდი პრობლემა ხო და მაგითი სასწრები დანარჩენი ხალხისთვის არა აბსოლუტურად რო გითხოთ არა გვაქვს სასწრები მადლობა ქალბატონო მოინახა ახლა სასწრები ისიც რომ აშენ მიიღებენ ხალხს პირველ რიგში პატარა ბავშვები ცხოვრობენ რომ აი დედაზე სტარზე ინგრევა სახლები არაცელენ ყურადღებას უმძიმესი პრობლემაა გეთანხმებით რაიონში ვიყავით დამგეობაში ვიყავით მერიაში ვიყავით არა გვაქვს სასწრებიო დიახ შეიძლება ეს დაბრობა მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის ძალიან საშიში პრობლემაა ეს ავარიული სახლები თბილისში და საქართველოს სხვა უბნებში თუ ქალაქებში თუ სოფლებში ადამიანები ყოველ ღამე ბავშვებთან ერთად როგორც თქვენ ამბობთ იძინებენ ისეთ სახლებში რომელსაც მცირედი ბიძგი უნდა და შეიძლება დაინგრეს ღმერთმა გვაშოროს სიცოცხლისთვის შეუფერებელ პირობებში იძინებენ ადამიანები ბავშვებთან ერთად ეს ხდება შუა თბილისში ავლაბარში ჩუღურეთი ახსენეთ აი ამ ძველ უბნებში განსაკუთრებით და ბევრგან კიდევ დამატებით ეს ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფოსთვის და არა ასეთი გეგმები. ნუ ახლა ესენი ამბობენ რომ გავყიდითო პარლამენტის შენობას, კანცელარიის შენობას და სხვადასხვა სამინისტროების შენობებსო, აქედან ფული ხომ შემოვაო და ამ ფულით ავაშენებთო ქალაქგარეთ ახალ სამთავრობო უბანსო. ჩანაფიქრი ეს არის. სხვათა შორის იგივე თქვენს უნივერსიტეტებთან დაკავშირებით. თბილისში უნივერსიტეტების კორპუსები განთავსებული არისო ცენტრალურ კარგ ადგილებშიო. გავყიდოთო ეს ნუ ახლა ივან ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტზე არ არის აქ საუბარი ბუნებრივია. გავყიდოთო ეს უნივერსიტეტები და მიღებული ფულითო ქალაქგარეთ ავაშენოთ სხვა სასწავლებლებიო. ცენტრში ამ ადგილებში ალბათ ისევ სასტუმროები, კაზინოები, ან კორპუსები, ან სავაჭრო ცენტრები უნდა დააშენონ. თბილისსაც იერსახე ნელ-ნელა ეკარგება სამწუხაროდ. თავისუფლების მოედანზე რომ გავა ადამიანი ძველი ლამაზის პეწი რაც თბილის ახასიათებდა ყოველთვის გამქრალია. რაღაც შუშის შენობებით, რაღაცა ბეტონის ნაგებობებით. ვიცით რომ მარიოტის შენობა მდებარეობს თბილისის ცენტრში, აგრეთვე თავისუფლების მოედანზე. მერმა არ უნდა მიაქციოს ყურადღება, რას გავს ამ სასტუმროს ფასადი, როგორი დაბინძურებულია და 2 წელიწადში ერთხელ მაინც არ უნდა გარეცხონ ქვეყნის მთავარ მოედანზე სასტუმროს ფასადი? თვითონ თუ არ ეცხავენ ის სასტუმრო მარიოტის ადმინისტრაცია დაავალდებულონ, რომ გარეცხონ შენობა რას გავს გარედან. ზარია ეთერში გისმენთ? ილია გამარჯობა. მოგესალმებით. თენაცვალე ისე შეწუხებული ვარ ნამდვილად აი ამ ახალი მშენებლობის დაწყების გამო. იცით რა, ბედნიერი გამახსენდა ილია ჭავჭავაძის, აბა კარგად გადახედოს უყველამ და ასეთ ბედნიერი ვარ ჩვენ რომ ისეთი ბედნიერები ვართ რომ მარტო ეგ შენობა გაგვინდა რომ იქ შენობები გაგვინდა რომ ავაშენოთ ხალხი ბედნიერია და ეს ძველი ისტორიული შენობები აი ასე გავასხვისოთ. შეიძლება ეს მე გაოცებული ვარ, პირები, რასაც ფიქრობს ეს ხალხი? რასაც ფიქრობს? ნუ ან საერთოდ ქართველი ხალხი რას ფიქრობს? დიახ. დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო, ალბათ იმასაც გვეტყვიან ჩვენ რომ აი ამ სიახლეს თუ არ შეეგებებით სიხარულით, ან ნაცები ხარ თუ ან აგენტურა ხარ თუ ან მტრები ხარ თუ ნაცური რიტორიკა გაქვთო. როგორც არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით მიდის ახლა გამგელებული პროპაგანდა,
რომ ვინც ამ არაბულ ქალაქს ეწინააღმდეგება, ყველა თურმე აგენტი ყოფილა. და ეს იყო სააკაშვილის დროსაც ეს ხდებოდა, თუ კარგად გახსოვთ, აქციას ჩაატარებდი, მაშინვე იარლიხს მიგაწებებდნენ, რომ შენო რუსეთის აგენტი ხარო, რუსეთის დაკვეთით კეთდება, სულ რუსეთი და გადატრიალება ელანდებოდა სააკაშვილს და ახლაც იგივე მოცემულობა. კრძალავენ აქციებს. კანონი მიიღეს დაჩქარებული წესით გუშინ, რომლის თანახმადაც ტროტუარზეც კი არ შეიძლება აქციის ჩატარება, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გამოიჩინა კეთილი ნება და ნებართვა არ დაგრთო. ის არ ყოფილა არც ერთ დროში. საბჭოთა კავშირშიც კი ყოფილა აქცია. ქართული ენის დასაცავად ხომ ხალხი გამოვიდა და აქცია მოაწყო და ეს არ გაუკეთებია საბჭოთა კავშირს, რომ მოსახლეობისთვის აქციის ჩატარება აეკრძალა. ჩვენ საუბრობთ ხელისუფლების ახალ იდეაზე, რომელიც ჯერ არ არის დამტკიცებული, მაგრამ მოიაზრებენ, რომ დაამტკიცებენ შემდეგ გვიან იქნება საუბარი, ამიტომ წინასწარვე შემოვიტანეთ ინტერაქტივში ეს საკითხი, გეგმავენ პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, სამინისტრო შენობების გაყიდვას და ქალაქგარეთ ახალი სამთავრობო უბნის აშენებას. როგორია ამასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება, შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 557 88 55 88. ჩვენ მაუწყებლობთ ტელევიზიით მთელ საქართველოში და რადიო 105-ზე დედაქალაქში. მორიგი ზარია, გამარჯობა, დღემშვიდობისა. დაიწყეთ, ეთერში ხართ. ეთერში ხართ, დაიწყეთ. ალო. ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ჩემი აზრი ასეთია. დიახ. რომ ის ისტორიული შენობებია, არ უნდა გაიყიდოს, მაგენი როცა ხავე გეგმებს, ხო, იმას ვერ მოესწრებიან, მაგათმა იფიქროს, საერთოდ სასაუბრო მართლისგან გვაქვს. ხო და ნუ ანერვიულებს ქართულ ხალხს. დიახ. ხომ არაფერს დაამატებთ. მადლობთ, კარგით, გასაგებია. კინო რუსთაველის შენობა მაგალითად ერთი ხელის მოსმით გადასცეს არაბულ კომპანიას. ჰექტრობით მიწა გადასცეს აგრეთვე არაბულ კომპანიას და ეს ხდება ახლა. საზოგადოების პროტესტი მიმდინარეობს და ეს აფერხებს იმას, რომ ჯერ კიდევ მშენებლობა, ასე ვთქვათ, არ დაწყებულა არაბული ქალაქების. ის არაბული კომპანიაც ყურადღებით აკვირდება მოვლენებს, მარტო კობახიძე რა სიტყვის მაღაზე კი არ არიან ისინი ორიენტირებული. აინტერესებთ რას ფიქრობს ხალხი. იმიტომ რომ ხვდებიან, შეიძლება ერთ დღეს შეიცვალოს მთავრობა და ეს არაბული ქალაქებიც ჩამოერთვათ, დაყადაღდეს და გადაეცეს ქართულ ხალხს. აი ამას კარგად აცნობიერებს ეს არაბული ბიზნესი. თუ მოსახლეობა არ არის თანახმა, ისინი ვერაფერს ვერ ააშენებენ და მოსახლეობამ ის არ გააკეთა, რომ აქციაზე გასულიყო. კი, ნაწილს არ გულისხმობ, ახლა იმ გმირ საზოგადოებას, ვინც აქციაზე მივიდა. იმათ არ გულისხმობ. უდიდესმა ნაწილმა გულგრილობა, გულცივობა გამოიჩინა და აქციებზე არ გამოვიდა. 100,000 ადამიანი, 200,000 კაცი უნდა გამოდიოდეს ქუჩაში, როდესაც ამ არაბული საფრთხის შესახებ არის საუბარი, მაგრამ არა, ჯერჯერობით მაინც ვერ მივახციეთ სამწუხაროდ, რომ ხალხის მხრიდან იყოს სათანადო რეაგირება. ძალიან მწუხარ, მე ამას გულის ტკივილით ვამბობ და არა საყვედურით ან არა რაღაცა უკმაყოფილებით, კი უკმაყოფილო, რა თქმა უნდა ვართ. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში გადაიტანა საქართველოს პარლამენტი. დიახ. რადგანაც ეს საქართველოს მოსახლეობას არ მოსწონდა, თვითონ სააკაშვილი უკავშირებდა მას, რომ ქუთაისი იყო ძველი დედაქალაქი და უნდა აღდგენილიყო, მაგრამ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან თბილისი არის, ასე ვთქვათ, როგორც ჩვენი დედაქალაქი და საყრდენი საქართველოს მოსახლეობის. შემდეგ, როდესაც ოცნება მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტი ისევ გადაიტანა თბილისში, ამას ხალხი ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, კარგი აზროვნებით შეხვდა და კიდეც გაეხარდათ ხალხს.
ეხლა ნამდვილად არ ვიცი, რატომ არის ეს გადაწყვეტილება, რატომ გადადიან თვითონ ქალაქ გარეთ. ეს არის ისტორიული შენობა, ამის გაყიდვა კი არა, სახის შეცვლაც არ შეიძლება, მე ასე ვფიქრობ. და ხო არ იქნება ეს ვინმე სხვა ქვეყნის, შეიძლება ვიღაცა სხვა ქვეყნის დიდ შეიხს, ან შეიხიც არ იყოს და ვიღაც სხვა ქვეყნის მოქალაქეს ან ვიღაც დიდარს მოეწონა ეს ადგილი. სურს რომ რაღაცა უფრო თავისი ქვეყნის მსგავსი რაღაცა ააშენოს აქ და გააკეთოს. შეიძლება ვწევი და მართლა ძველი ეკლესიის სახის დაბრუნება სურთ. ეხლა მე არ ვიცი, εμას მე ვარაუდობ. ეს არ ვთქვამთ, არა, ეს რომ გქონდეთ გეგმაში, მაშინვე იტყოდნენ და ამით შეგვაქეთო. მე მაინც ესე ვამბობ ეხლა და ამას ვარაუდობ რომ არ მოხდეს ისომ რომ აქ სხვა ქვეყანამ ეს ვინმე არაბმა შეიხმა არა აქვს მნიშვნელობა ეს ებრაელი იქნება თუ რა ირანელი იქნება გინდა რუსი იყოს რომ ვინმე რაღაცა ააშენოს და აქ ააშენოს და განათავსოს ისეთი რაღაცა როდესაც საქართველოს დაკარგავს თავის დედაქალაქის ფუნქციას და ამ გადაწყვეტილებას დაასრულეთ დიახ კარგით გაითიშა როგორც ჩანს შეგახსენებთ რომ მე არ მეგულება ერთი კაცის გარდა ქართველი ვისაც შეუძლია იყიდოს პარლამენტის შენობის ადგილი სამთავრობო კანცელარია საქართველოში ერთი კაცი გვყავს ასეთი ვისაც შეუძლია ან უცხოელი ჩამოვა და არაბი და ისიც ამ არაბული კომპანიის ფარგლებში იყიდის აბა სხვა ვინ აბა ევროპელი ჩამოვა აქ და შეიძენს სამშენებლებს ან რა თუნდა ევროპელს აქ არაბები არიან დაინტერესებული ამ ლამაზი ქვეყნით უფრო მეტად, იმიტომ რომ მათ ბუნების პრობლემა აქვთ ძალიან დიდი. ეკლესიას რაც შეეხება, ეს ჩემი სურვილი გამოვთქვი, რომ გამიხარდებოდა თუ ეკლესიას დააბრუნებდნენ იგივე პროექტს, რაც ადრე იყო მსგავს ეკლესიას, მაგრამ ამას არ გააკეთებენ. ქართული ოცნება ამბობს, რომ ჩვენ ფული გვჭირდება ახალი ქალაქის ასაშენებლად, სამთავრობო ქალაქის. და ამიტომ უნდა გავყიდოთ ეს პარლამენტი, ეს კანცელარია და მიღებული შემოსავლებით გადავიტანოთ სხვაგან იგივე დაწესებულებებიო. ანუ თუ არ გაყიდიან, ფულიც არ ექნებათ და ვერ ააშენებენ, ანუ ქალაქ გარეთ ახალ კორპუსებს, სამთავრობო კვარტალს. ზარია ეთერში გისმენთ? ეთერში ხართ გისმენთ? სასახლის ადგილზე არც ეკლესიას ააშენებენ და არც არაფერს. გაყიდიან, იმიტომ რომ ფული აკლია ეხლა ივანიშვილს და რატომ? ძალიან ჩქარა ივანიშვილის ყევლა ყრუას მიიღებს ქართველი ხალხისგან და უნდა მოასწროს სანამ წავა აქედან და თავს უშველის. უნდა დაყიდოს ყველაფერი ფული კარგად აიყოს და მერე წავიდონ. ეშინიათ უკვე ნაკოჩებს ხალხისა ხალხი ადგება მართალია ცოტა გაბრაზებულები არიან მაგრამ ეს მშვენიერ დროს ხალხი ადგება და თავით ჩამოაგოს იმ პარლამენტის შენობას ივანიშვილს და ვინც არის ყეული თვითონ ითახაზა ის ქართველი ადამიანი რომელსაც საქართველოს არ მიხედავდა საქართველოს გული არ შეწიოდეს გავიგეთ. დიდი მადლობა სარესთვის. ეს წევლა და ასეთი სიტყვები ჩემთვის ძალიან ძიმე მოსასმენია და ამას ვემიჯნები მინდა ხაზგასმით თქვა, მშვიდობიანი, სუფთა ხელით, სუფთა გულებით ჩვენ უნდა შევებრძოლოთ ყოველგვარ უსამართლობას და გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ მართლები ვართ მერწმუნეთ. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ ინტერაქტივს. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.